ისიც თქვენ რომ დიდი სკანდალია იმასთან დაკავშირებით, რომ კათალიკოს ილია მეორეს მილოცვა, საახალწლო მილოცვა გავრცელდა და უკვე შემდგომ გაირკვა რა არ ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა გვარი ამბები არ ხდება და უკვე შემდგომ გაირკვა რომ ეს მილოცვა იყო დამონტაჟებულ, ფაბრიცირებულ, გაყალბებულ, შექმნილ, შეთითხნილი. მყისვე ანდრია ჯაღმაიძე მოსაყდრე შიოს გუნდის წევრი საპატრიარქოში გაემიჯნა ამ ამბავს და აიცილა პასუხისმგებლობა და თქვა რომ აი პრესსამსახურის სოციალურ მედიაში ანუ Facebook-ზე ან ვებგვერდზე ეს მიმართვა არც გამოქვეყნებულა და მე არ ვიტყვი ვინ გააკეთა ეს. ანუ მოსაყდრე შიოს გუნდმა ერთგვარად აირიდა ან აიცილა პასუხისმგებლობა აირიდა პასუხისმგებლობა არ აიღო პასუხისმგებლობა ამ ამბავზე მომხდარს. შესაბამისად ყველა ეჭვი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით რომ ამ ფაბრიცირებულ, გაყალბებულ, შეთითხნილ, დამონტაჟებულ მიმართვის, მოლოცვის ავტორი არის საპატრიარქოს მეორე ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს არა სამღვდელო პირი, რომელიც ლიდერიც არის არა სამღვდელო პირი, არამედ პატრიარქ კათალიკოს ილია მეორეს დივან რეფერენტი შორენა და სწორედ მას მიეწევა, ან მას მიეკერა, ან მას დაბრალდა ამგვარი ფაბრიკაციის გაკეთება. ვინდა რატომ გააყალბა ეს მიმართვა? ეს არის მნიშვნელოვანი. მაღალი ალბათობით სწორედ შორენამ და მისმა ჯგუფმა მით უფრო რომ საპატრიარქოს ვებგვერდზე ეს მიმართვა გამოქვეყნდა და ამ საპატრიარქოს და არა პრესსამსახურის ვებგვერდს თუ სოციალურ მედიას სწორედ შორენა მისი გუნდი აკონტროლებენ და რატომ აი ამ კითხვაზე კი პასუხი რასაკვირველია გასაცებია. ნახეთ რაზეა საუბარი. ამ დროს იმ დროს როდესაც ხალხი რუსთაველში კილომეტრიანი სუფრა მქონდა ხალხს გაშლილი და ერთმანეთს უმასპინძლდებოდა და ზეიმობდა ახალი წლის შემოსვლას, ერთმანეთს ულოცავდნენ ხელისუფლების, რუსული ხელისუფლების მოწინააღმდეგეები. ქართული საზოგადოება, ასე უნდა ვთქვა, ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შესანიშნავად ხდება ამ ისტორიული მომენტის მნიშვნელობას და ხდება და ჭვრეთს რომ თუ რუსული ხელისუფლება დარჩა ძალაუფლებაში, შესაბამისად საქართველო გახდება რუსეთის გუბერნია, პირდაპირ ან ირიბი გუბერნია. სწორედ ამ დროს პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის სასახლეს რომ უწოდებთ და პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამ სასახლე ადმინისტრაციაში დახო თავისი 5 წელი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ანუ 13-18 წლამდე და მე კი გამოცარიელ და აქ გაიმართა ამ სამარცხინო კონცერტი, ჩაწერილი ტაშით, რაღაცა დადგმული სცენებით, ცუდი რეჟისურით და არც თუ კარგი, რამდენიმე კარგი არტისტის იყო მონაწილეობდა, მაგრამ არც საბოლოო ჯამში არც თუ კარგი არტისტების მონაწილეობით. ამ დროს პარალელურად ხდებოდა ეს, თუმცა რეალურად, როდესაც აქცია იყო რუსთაველის გამზირზე, ის სასახლე იყო ჩაბნელებული, ესეც კი ვერ მოახერხა კალაძემ იქნება, ეს კობახიძემ იქნება თუ კოლექტიურმა ივანიშვილმა თუ გამოფიცინებულებმა, ისიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ იმ მომენტში აერთოთ მაინც შუქი იმ სასახლეში, რომ დარჩენილი იყო საბეჭდილება, რომ აი პარალელურად მიმდინარეობს სამთავრობო კონცერტი, პარალელურად იმ აქციისა, რომელიც არის რუსთაველის გამზირზე, რომელზეც გავიდა სხვა შორის სალომე ზურაბიშვილი, იცი თქვენ საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ ეს არის ამას არ დაკმაყოფილდა ქართული რუსული ოცნება. მას სჭირდებოდა რომ ეს მისი გუნდის წარმომადგენლები, დე ფაქტო პრეზიდენტი, დე ფაქტო პრემიერი, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე გამოსულიყვნენ დაყენებული ხდრისფერი ივანიშვილის ფერის სახეებით და მიელოცათ თუ მოელოცათ ქართული საზოგადოებისათვის
ახალი წელი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. გარდაულა დაუცილებელი იყო ივანიშვილისთვის და რუსეთისთვის, ივანიშვილისთვის, რუსეთისთვის და FSB-ისთვის და აკაურის სუსისთვის, რომ ქართული საზოგადოებას ვინც ულოცავს მათ შორის ყოფილიყო არა მარტო ეგრეთ წოდებული საერო ხელისუფლება, არამედ სამღვდელო ხელისუფლებაც. და სამღვდელო ხელისუფლებისგან ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა არა მოსაყდრეშიოს, არამედ სწორედაც რომ პატრიარქ შესაბამისად სულსმა და სუსი აკონტროლებს და სულს აკონტროლებს ივანიშვილი და ივანიშვილს კი FSB და სამგვარი დავალება. ეს არის ვარაუდი ჩემი. როგორღაც პატრიარქის ვიდეო, პატრიარქის მიერ ახალი წლის მოლოცვა ამ ტექსტით, რომელსაც ჩვენ დავწერთ, უნდა გაავრცელოთ როგორ. და ეს დავალება არ შეასრულა ანდრია ჯაღმაიძემ, არ შეასრულა შიოს ჯგუფმა, რომელზეც მე ცხადია დადებითი აზრის არა ვარ, იმიტომ რომ ისინი ცალკე ფრთას წარმოადგენენ რუსეთისა. და შეასრულა თეთრუაშვილის შორენა თეთრუაშვილის ჯგუფმა, გვარ სწორედ წარმოთქვა, თუ არ ვწდები, მოკლედ შორენას ჯგუფმა. და გაავრცელეს ეს ფაბრიცირებულ, გამონტაჟებულ შეთითხმილი ვიდეო, სადაც პატრიარქი კათალიკოზი ამბობს იმას, რასაც ამბობს, ვისთვის მოსაწონს, ვისთვის დასაწუნ ამბობს. აი ეს წრე უნდა შეკრულიყოს სწორედ პატრიარქის მიერ, რომ პატრიარქიც არის პატრიარქიც ულოცავს ქართულ საზოგადოებას. ძალაუფალ პაპუაშვილთან, ბანდიტ ყობახიძესთან და დე-ფაქტო პრეზიდენტ ყაველაშვილთან ერთად. ახლა ეს ყველაფერი მე მიბიძგებს ვისაუბრო ერთ ძალიან საინტერესო და ძალიან ფაქის თემაზე. და დაახლოებით ერთი საუკუნის წინანდელ ამბებში გადაგისროლოთ. 1927 წელს გარდაიცვალა, თუ არ ვცდები მარტის თვეში, გარდაიცვალა ძალიან მასშტაბური კაცი, რომელიც 1921 წელს კომუნისტების შემოსვლის შემდეგ აირჩიეს პატრიარქად ჯერ გელათში გამოარჩიეს და ითქვა რომ ის უნდა გამხდარიყო პატრიარქი ლეონიდეს გარდაცვალების შემდეგ და მე უკვე სვეტიცხოველში მოხდა მისი ინტრონიზაცია. ამ კაცს ქვია ამბროსი ხელაია, ფისხი კაცი იყო, ამბობენ კი არა ნამდვილად ასეა, მაგრამ მასშტაბური კაცი იყო და ჩემი ღმერთმენით იყო ძალიან დიდი პატრიარქი ჩვენი ქვეყნისათვის, რასაკვირველია კირიონთან ერთად, რომელიც ისიც თქვენ რომ მარტყოფში მოკლეს ამ ამბამდე 2.5 წლით ადრე. 1918 1927 წელს ამბროსი ხელაია გარდაიცვალა და მის ადგილზე ავიდა საპატრიარქო ტახტი დაიკავა ქრისტეფორე ცისკიშვილი. ოღონდ 24-დან 27 წლამდე ეს ჯგუფი ამბროსი ხელაიას საპატრიარქოს სინოდის ჯგუფი ძალიან ებრძოდა ამბროსი ხელაიას და ახლა როგორ თქვა ასეთი რა, მაგრამ ამბროსი ხელაიას ისედაც ნაავადარი კაცის მათ შორის დაპატიმრების გამო ამგვარად სიცოცხლის დასრულებაში პასუხისმგებელი არის იმდროინდელი სინოდიალური ჯგუფი, სინოდი ესე ვიტყვი, რომელიც არც თუ კეთილსინდისიათ იქცეოდა ამბროსი ხელაიას მიმართ. მოხდა ხანი ქრისტეფორე ცისკიშვილი, მერე კალისტრატე ცინცაძე, მერე სხვები და ჩვენ უკვე 47 წელია ჩვენი ეკლესიის საჭირკრობელი არის კათალიკოზი ილია. ხმაფხაზეთის მიტროპოლიტი, ცხეთამთიანეთის და ასე შემდეგ. ილია მეორეს მოღვაწეობის შეფასება სხვადასხვაგვარად შეიძლება. ბევრს ის ძალიან არ უყვარს, ბევრს პირიქით ძალიან უყვარს. ილია მეორეს აქვს მნიშვნელოვანი დამსახურებები საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის მიმართ, პირველ ყოვლისა სწორედ ის რომ საქართველოს ეკლესია აღიდგინა ავტოკეფალია წართმეული ჯერ კიდევ როდის. მაგრამ პატრიარქობის 47 წლის თავს ჩვენ ვიცით რომ ილია მეორე არის მეტად დაუძლურებული
და მეტად მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში მას დიდხანს სიცოცხლე უნდა უსურვოთ ცხადია და უნდა ვთქვათ შემდეგი რამაც რომ გარდაულად აუცილებელია ჩემი ფიქრით ახალი პატრიარქის არჩევა სწორედ ილია მეორის სიცოცხლეშივე და ჩვენ ხომ არ ვიცით როდის შეწყდება სიცოცხლე ამ ღვთოვანი პატრიარქის რომ ის ვიდრე მას შეუძლია საკუთარი პოზიციის თუნდაც რთულად დაფიქსირება იმიტომ რომ ის დაუძლურებულია მან საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საქართველოს ეკლესიის მომავალ საჭეთპყრობელთან დაკავშირებით თქვას რომ აი მისი აზრით უნდა იყოს საჭეთპყრობელი ეს პირი ან ის პირი ამას ვამბობ არა იმიტომ რომ მაინც და მაინც ვდარდობ ვინ იქნება მომავალი საჭეთპყრობელი ან მაინც და მაინც მაინტერესებს ერთი ჯგუფის ლიდერი იქნება მომავალი პატრიარქი გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ მეორე ჯგუფის ან ერთს უჭერ მხარს თუ მეორეს მაგრამ ვიდრე ილია მეორე ცოცხალია და მისი სიტყვა არის მნიშვნელოვანი ან გადამწყვეტი პატრიარქად ვინმეს გამორჩევა აუცილებელია იმიტომ რომ ჩვენ ერთგვარად თავი დავიზღვიოთ სამომავლო იმ უბედურებებისაგან უშუალოდ საპატრიარქოში რომლებიც ილია მეორეს გვიან ესე ვიტყვი ვინმეს რომ არ ვაწყერინა გარდაცვალების შემდეგ გარდაუვალი იქნება თუ ახლავე არ გამოვარჩევთ პატრიარქს. ეხლა ვინმე იტყვის რომ პატრიარქი ხომ გამორჩეულია მოსაყდრის შიო და ასახელაო არ რამდენადაც ვიცი არ იძლევა მოსაყდრის სტატუსი აუცილებლად პატრიარქად კურთხევის უპირატესობას. არა მოსაყდრის შიო მნიშვნელოვანი პერსონაა მაგრამ რამდენადაც ვიცი სხვებს და სხვებსაც აქვთ არა ჯანსაღი თუ ჯანსაღი ამბიცია რომ გახდნენ პატრიარქი. გახდნენ პატრიარქი საქართველოს. ასეც მე ვიცნობ თუ ვიცი მსმენია 3-4 პირის დაობაზე. აქ კლავი მეორე არ არის ლაპარაკი მე ვისკენ არც არაბისკენ არა ვარ უახლოად გეტყვით თორსა ესე ვიხსენებ მღვდელმთავრებს საქართველოს ეკლესიისა მართლმადიდებლური ეკლესიისა ერთი მეორეზე უკეთესი კი არა ერთი მეორეზე უარესები ახსენდება ხშირ შემთხვევაში 3-4 პირზე თუ ვიტყოდი რომ აი თუ ვინმეს ვისურვებდი აი ამ შეჭირვების ჟამს პატრიარქად სწორედ ესენი არიან მეთქი მაგრამ პირველიც მეორეც მესამეც და მეოთხეც უაღრესად სუსტნი არიან უშუალოდ საპატრიარქოს წიაღში იმისთვის რომ მრევლი ერთი ეპარქიისა და მრევლი მეორე ეპარქიისა ამ არც თუ ქრისტიანი მღვდელმთავრების მიერ მართული საზოგადოება და ბანდიტები ერთმანეთს არ დაერინონ ძალიან გავამარტივებ ახლა და უფრო სხვადასხვა ვიტყვი ერთი ეპარქიის ჯგუფი ერთი ეპარქიის მრევლი არ დაუპირისპირდეს მეორე ეპარქიის ჯგუფს მეორე ეპარქიის მრევლს აქაოდა სწორედ ჩემი მღვდელმთავარი უნდა იყოს პატრიარქიო აუცილებელია რომ პატრიარქის ღევანდელი პატრიარქის ილია მეორეს პირობებში სიცოცხლეშივე იყოს შერჩეული ახალი პატრიარქი თუ გვინდა რომ ავხსნეთ თუმცა ლოგიკა იმაში რომ ნუ ავხსნენილ ვართ და მოსახდენი მოხდეს სულ შეგეს დაუხოციათ ერთმანეთი ამაშიც არის ლოგიკა მაგრამ მეორე მხრივ ამას სქიზმა ქვია ალბათ ეს სქიზმა ეპარქიებს შორის გაყოფა თუ გნებავთ ესე ვიტყვი ეპარქიებისა მართლმადიდებლური ეკლესიებისა და ეს ტაძარი ჩემია და ის ტაძარი შენია უხეჭად ქაშვეთი ჩემია და პატარა სამება შენია აი ეს გარდაუვალი იქნება და ახალ ჩემი აზრით ბრჭყალების გარეშე უბედურებაში შეიყვანს ძალიან ისედაც დასუსტებულ და გაუბედურებულ ქვეყანას და ამით რასაკვირველია ისარგებლებს რუსეთი რომელიც ისედაც ყველაფრით სარგებლობს რაც კი ჩვენთან უბედურება ხდება რაც კი ჩვენთან დაძაბულობა აივანიშვილი იმიტომ არის ყველაფერთან ერთად რუსეთის აგენტი რომ მან აი ეს სქიზმა საზოგადოებაში ეს უბსკრული საზოგადოებაში გააღრმა არსებული უბსკრული 90-იანი წლებიდან გამსახურდიას გაგდებიდან დაწყებული თუ გაჩენილი უბსკრული კიდე უფრო გააღრმავა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებიც კი ერთმანეთს დაუპირისპირა ნაცვლად იმისა რომ ჩვენ ერთმანეთისკენ გადაგვედგა ნაბიჯები ჯანდაბას ჩვენი თავი ხო
ჩვენი წარსულის მიუხედავად გვეთქვა რომ მეც შევცდი და შენ შეცდი და მოდი ახლა გადავდგათ ნაბიჯები თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ გვიქცევა რომელიმე ჩვენგანს დანაშაული არ ჩაუგიდენია რომელიმე ჩვენგანს მოდი ახლა შევრიგდეთ გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი და ჩამოგვერთმია ერთმანეთის ხელი ივანიშვილმა ეს უფსკრული ჩვენ შორის გააღრმავა და ახლა პატრიარქის სიცოცხლეშივე თუ არ იქნება გამორჩეული და დანიშნული ახალი პატრიარქი ეს ყველაფერი შეინაცვლებს კიდევ ერთხელ შეინაცვლებს უშუალოდ საპატრიარქოს შეინაცვლებს არასწორი სიტყვა და სწორია რომ კი დავთქვათ რომ ეს კიდევ ერთხელ შეინაცვლებს იმიტომ რომ ჩვენი ვიცით ციანთის სკანდალი ჩვენი ვიცით კრეფსი ფსების სკანდალი ჩვენ ვიცით მეუფე პეტრესთან დაკავშირებული სკანდალი და ასე შემდეგ რაც ხდებოდა და ხდება საპატრიარქოში იქ ცოდვამადლი ტრიალებს თუ გულახდილები ვიქნებით ეს არ ნიშნავს რომ ცალკეული მღვდელმსახურები ცუდები არიან მაგრამ ინსტიტუცია როგორც ასეთი გამომპალი იცით თქვენ და ამის დამალვა უკვე აღარ შეიძლება და გამომპალი რო არის ამას ჩვენ ვნახავთ და დავწმუნდებით ამაში სწორედ მაშინ როდესაც ღმერთმა დიდხანს სიცოცხლეს აცოცხლოს კათალიკოსი ილია მაგრამ ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ წლების შემდეგ ესე ვიტყვით უნდათ როდესაც ის აღარ იქნება ცოცხალი ხო აქ ცოცხლად დარჩენილი მღვდელმთავრები ლამის იარაღითაც კი დაეუპირისპირდებიან ერთმანეთს და რას არ ამოსწევენ რას იბინძურებს რას აცოლებს არ ამოსწევენ ერთმანეთისა უკვე შემდგომ. ამიტომ ჩემი ღმერთმენით ილია მეორე კლავი მეორე ამბივალენტ ბევრისთვის ყოველ შემთხვევაში და ჩემთვისაც არის ამბივალენტურად შესაძლებელი პირი. მას აქვს პირველ ყოვლისა დამსახურება ის რომ ქართულ ენაზე ხდება გალობა და ის რომ არ იხდებოდა არც თუ დიდი ხნის წინ იცით თქვენ რომ საქართველოს აღიდგინა ავტოკეფალია მაგრამ მას აქვს შეცდომები კასკადურად დაშვებული ჩემი შეფასებით ცხადია არ მომედაოთ ახლა ობიექტურადაც მაგრამ ჩემი შეფასებით ამ შემთხვევაში ეს არის პირველ ყოვლისა მაგალითად შეცდომა დაშვებული 9 აპრილს ჩემი აზრით თუ სხვაგვარად უნდა ემოქმედა კათალიკოს ილიას ეს არის მისი არაერთი სტუმრობა რუსეთში ეს არის აი რუსეთზე გამახსენდა მაგალითად უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარება ეს არის იმ სისტემის ჩამოყალიბება ანუ უბრალოდ ვერ ჩამოყალიბება საკუთრივ უშუალოდ საპატრიარქოში რომელიც დემოკრატიულ მმართველობას გულისხმობს ან დემოკრატიულად მმართველობას გულისხმობს ეს არის საქართველოს საპატრიარქოს პრორუსებით გადავსება პრორუსი და მოზალადეებითაც მაღალი იერარქების დონეზე. ეს არის არაერთი საშობაო და საღდგომო ეპისტოლე, რომლებშიც იყო არც თუ ნათელი და ხშირ შემთხვევაში არადემოკრატიული და ქვეყნისთვის მავნე გზავნილები და ასე შემდეგ. მაგრამ პატრიარქი ილია 57 წლის თავზე ჩემს მისი მმართველობისა, მისი პატრიარქობისა უნდა ითქვას, რომ რასაკვირველია მასშტაბური პერსონაა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. და მე ამბროსი ხელაიას მიუბრუნდები, ამბროსი ხელაიას პრაქტიკულად კვლელობიდან, ასე ღიად კვლელობა მას არ ქვია, მაგრამ დაიწყო ის უბედურებები, რომლებიც ჩვენ საპატრიარქოში ხდება, ყველა მიმართულებით ამ ჭირებს არ გავხსნი. და სამაგიეროდ რასაც ვიტყვი ტოტალურად აკონტროლებს საპატრიარქოს სუსი. ამას ჩვენ შუბი ხალხაში არ იმალება. ამას ჩვენ ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ, ღიად ვიტყვით, ფარულად ვიტყვით, კეთილგანწყობით ვიტყვით, თუ კეთილგანწყობის გარეშე ვიტყვით, სუსი შეღწეულია. ყველა დროს ასე იყო, მაგრამ შეღწეულია. არის უკვე საქართველოს საპატრიარქოში და სჭამს სარგებლობს და სარგებლობს ამ ინსტიტუციით. ცალკეული მღვდელმსახურები ცხადია მას ემსახურებია და ინსტიტუციას მას ემსახურება. ამიტომ როდესაც ვკითხულობთ ვინ გააყალბა, კი შორედან გააყალბა ესე ფაქტოლოგიურად. საახალწლო მილოცვა პატრიარქი კათალიკოსი ილიასი, მაგრამ რეალურად გააყალბა და რეალურად ყველაფრის უკან დგას კლავი მეორე ერთ-ერთი აქტორი, ეს არის სუსი მიზურგს უკან დგას ივანიშვილი, რომელსაც სჭირდებოდა პატრიარქ ილია მეორეს მიერ
ახალი წლის მილოცვა და ეს ყველაფერი უნდა გამოქვეყნებულიყო პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილის და პრემიერად წოდებული კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული პაპუაშვილის მილოცვის კვალ და კვალ მათთან ერთად რომ ეთქვა რომ აი ერიც და ბერიც ბიზნესს უნდა ეთქვა, სუსს უნდა ეთქვა, კგბ-ს უნდა ეთქვა, ფსბ-ს უნდა ეთქვა, რუსეთს უნდა ეთქვა, ყველანი ერთად არიან და ეს ბანდიტები კი არიან რუსთაველის გამზირზე. არა, ბანდიტები არ არიან რუსთაველის გამზირზე. საქართველოს ეკლესიას მართებდა და მართებს რომ ილოცოს ყველასთვის საცაკვირველია, მაგრამ დალოცოს ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის და ამას კი საქართველოს ეკლესია არც საახალწლო, არც საშობაო, არც სააღდგომო და არც სხვა მნიშვნელოვანი თარიღების დროს გავრცელებულ მიმართვეებში, თუ ეპისტოლეებში, პატრიარქისა თუ ასე შემდეგ სამწუხაროდ არ აკეთებს. ამიტომ გვინდა არ გვინდა და ვიცი რომ ბევრი შეუმივარდება, ბევრი ბაკრიტიკებს, ბევრი გამლანძღავს, ბევრი ასე შემდეგ, გვინდა არ გვინდა უნდა თქვათ. საქართველოს საპატრიარქო არის სუსის ანუ რუსეთის სამსახურში. ეს არის მწარე რეალობა. ნახვამდის.